პროტესტის 59 დღე ახალი არჩევნების დანიშვნისა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით დედაქალაქში დღეს რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა იმართება. ამ წუთებში მოქალაქეები მართავენ პოეტ მიხა ხელაშვილის სახელობის საპროტესტო მარშს. მიხა ხელაშვილი ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და შეფიცულთა რაზმის წევრი იყო და თავისი ხანმოკლე სიცოცხლეს სწორედ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას დაუთმო. ის 1925 წელს 25 წლის ასაკში მოკლეს. ნინი ბალანჩივაძე აშუქებს მიხა ხელაშვილის სახელობის საპროტესტო მსვლელობას და ახლა გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნინი, რა ხდება ადგილზე? მიხა ხელაშვილის სახელობის მსვლელობა და მარში რამდენიმე წუთში დაიძრება უკვე რუსთაველის გამზირისკენ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იკრიბებიან საქართველოს მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სწორედ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საბჭოთა კავშირში აბრუნებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ ხმამაღლა თქვას ყველა მსათქმელი, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპული. დღევანდელი მარში, როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ეროვნული გმირის მიშა ხელაშვილის სახელობის არის. მე ახლა განახებთ ირგვლივ რა ვითარება არის რესპუბლიკის მოედანზე. აქ არის სამზადისი რესპუბლიკის მოედანზე, ჯერ იქნება სიტყვით გამოსვლები და ამის შემდგომ უკვე მარშის მონაწილეები დაიძრებიან რუსთაველის გამზირისკენ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები იქნებიან დღეს აქ შეკრებილები და როგორც უკვე გითხარით, ეს მარში იქნება ფშაველი პოეტის ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის სახელობის. ის ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი იყო, იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და დღეს უნდა ითქვას, რომ ზუსტად 100 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და ის გარდაიცვალა და მოკლეს უпростоრად 25 წლის ასაკში. აქ იმყოფებიან მათ შორის დღევანდელი მარშის ორგანიზატორები. პაატა შეთეკაურიც იმყოფება, ერთ-ერთი ორგანიზატორი დღევანდელი მარშისა. ბატონო პაატა, რომ გითხრათ დღევანდელი დღის მნიშვნელობა, იმიტომ რომ პროცესები ვითარდება ისე, რომ გვაგონებს ისტორიას, იმიტომ რომ ის რაც ხდებოდა ადრე ხდებოდა 100 წლის წინ, ახლა თითქმის იგივე ხდება, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ დაგვაშოროს ევროპას და სამაგიეროდ ხედავთ რა ნაბიჯებსაც დგამს. დღევანდელი მარშით რისი თქმა გინდათ, მთავარი სათქმელი რა არის? არ უნდა გამეორდეს ის, რაც მოხდა 100 წლის წინ, ის ტრაგედია, რაც დატრიალდა მიხა ხელაშვილს და ზოგადად ქვეყანასთვის. აღარ გვინდა შემდგომი 70 ჩაკეტილი წელიწადი, ჩვენ გვინდა განვითარება, გვინდა ევროპა და გვინდა მომავალი კეთილი და არა დამოკიდებული ერთ ადამიანის გადაწყვეტილებებზე და არა ისეთი რეჟიმი, როგორც დღეს არის, რეპრესიული კანონებით და სადამსჯელო ღონისძიებებით, რომელიც ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი ხმა, ჩაახსოვს ადამიანების გაცნება და საჭირო არის ახალი არჩევნები იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, ახალი სამართლიანი არჩევნები და თქმა უნდა თავისუფლება ყველა რეჟიმის პატიმრებს. ფაქტობრივად ეს საპროტესტო მუხტი არ წყდება. ჩვენ არაერთი მარში ვნახეთ, მრავალფეროვანი არის ეს პროტესტი. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ის საბოლოო წერტილი, როცა უკვე ქართულ ოცნებას მოუწევს უკან დახევა, იმიტომ რომ ცხადია, რომ ეს მუხტი ისევ არის თბილისის ქუჩებში და არა მარტო. საპროტესტო მარშები პარალელურად მიდის რამდენიმე, თუნდაც დღესაც რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად არის მარშები. შეიძლება პროტესტის ფორმები შეიცვალოს, ეს არ არის აუცილებელი ყოველთვის მარშები იყოს ან დემონსტრაციები იყოს. პროტესტის ფორმები მუდმივად შეიძლება შეიცვალოს. თავარია ის, რომ ეს პროტესტი არსებობს ხალხში, დელეგიტიმაცია მთავრობის აბსოლუტური და დადგება რაღაცა წერტილი, როდესაც ამ შიდა პროტესტს, როდესაც არალეგიტიმური მთავრობა ხალხისგან დელეგიტიმირებულ საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს და იქნება რაღაც წერტილი, როცა ამისი აღიარება მოუწევთ და უკან დახევა მიიღება ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილების, რომ ჩაენიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები. ბატონო, თქვენ მადლობა, თქვენ უსმენდით დღევანდელი მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს და აქ იკრიბებიან ადამიანები, ისინი ამზადებენ გარკვეულ ბანერებს, ლექსებს, სწორედ მიხა ხელაშვილის პოეტის ეროვნული გმირების ლექსებს და ამ ბანერებით უკვე შემდგომ ისინი გადაინაცვლებენ, როგორც უკვე გითხარით, რუსთაველის გამზირზე. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 25 წლის ასაკში მოკლეს მიხა ხელაშვილი,
ის შეწირა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, ის იყო ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის წევრი და ახლაც აქ მოსული ადამიანები აქციის მონაწილეები სწორედ პარალელს ავლებენ საბჭოთა კავშირთან, პარალელს ავლებენ იმასთან, თუ როგორ უწევდათ საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრება, როგორ უწევდათ ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებელი საქართველოსთვის და ახლაც სწორედ ეს გამოწვევები დგას თითოეული მოქალაქის წინაშე. მე ასევე აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორსაც გავესაუბრები, მოგესალმებით ბატონ ლევან, რომ გითხრათ აქ რა იქნება, ანუ რას ვნახავთ, როგორც ვიცით, სიტყვით გამოსვლები იქნება ჯერ და შემდგომ უკვე გადაინაცვლებთ რუსთაველის გამზირზე და ასევე კიდევ ერთხელ მაყურებელს რომ აუხსნათ დღევანდელი დღის მნიშვნელობა და პარალელი, რომელსაც თქვენ ავლებთ დღევანდელი დღის მარშით. კი, ზუსტად ესე იქნება, ცოტა ხანში ალბათ ხალხიც უფრო მეტი მოგროვდება და დავიწყებთ უკვე სიტყვით გამოსვლები იქნება, მერე უკვე რუსთაველისკენ გადავინაცვლებთ მარშით. პარალელებს რაც შეეხება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზუსტად იდენტურ რეალობაში გვიწევს ისევ ცხოვრება, რა რეალობაში ცხოვრობდა მიხა ხელაშვილი და რა მენტალიტეტს, რა მტერსაც ებრძოდა, იმას ვებრძოთ ისევ დღეს. არიან სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები, თავისუფლების მოყვარული ადამიანები, ვისაც დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველო უნდათ და ვებრძვით ამის აპირისპირო ძალას და ზუსტად ესე იბრძოდა მიხა ხელაშვილიც. ამიტომ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან სიმბოლური დღეა და ეს ის დღეა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ესეთ ადამიანებზე დგას საქართველო და დღეს ქვეყანა რო არსებობს, ისევ მიხა ხელაშვილის და მისნაირი გმირების დამსახურება აქვს. ბატონო, მადლობა. თქვენ უსმენთ აქციის კიდევ ერთ-ერთ ორგანიზატორს. რამდენიმე წუთში ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაიწყება უკვე ადგილზე სიტყვით გამოსვლები და ამის შემდგომ უკვე მარში მსვლელობით გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირზე, სადაც არის ტრადიციული შეკრების ადგილი ყოველ დღე საღამოს 7 საათზე და ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების გასაგონად ის, რომ ქართველი ხალხი არაპირებს უკან დახევას და რომ საქართველოს მომავალი და არჩევანი სწორედ არის ევროპული. დღევანდელ მარშს უერთდებიან მათ შორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, უერთდებიან ანალიტიკოსები. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ როდესაც საქმე ეხება მარშებს, აქციებს, აქ არ არსებობს განსხვავებული პოზიცია და ჩვენ ვხედავთ ძალიან მრავალფეროვან მარშებს და ვხედავთ, რომ თითქმის ყველა პროფესიის ადამიანი არის გარეთ და მათი მთავარი სათქმელი არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩანიშნოს ახალი არჩევნები ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ. ზურაბ ბატიაშვილსაც ვხედავ და მას ვკითხავ, ბატონ ზურა, რომ გითხრათ დღევანდელი დღის მნიშვნელობა, ეროვნული გმირის სახელობის მარში და პროცესები, რომელიც უკვე ყველაფრით ემსგავსება იმას, რაც რისი მომსწრებებიც ვიყავით წარსულში 100 წლის წინ. აი, ამ პარალელს როგორ გაავლებთ და დღეს რას ვხედავთ, რომ გითხრათ? მოგეხსენებათ, დღეს არის მიხა ხელაშვილის როგორც დაბადების დღე, ისე მისი გარდაცვალების დღე. 25 იანვარია, 25 წლის წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ დაგვიტოვა უდიდესი მემკვიდრეობა და დაგვიტოვა ის ერთგული სამსახური ქვეყნის მიმართ, რომელიც დღემდე სამაგალითო არის. ჩვენ 25 იანვარს ვიკრიბებით, იმიტომ რომ პატივი მივაგოთ მიხა ხელაშვილის ხსოვნას და ამავე დროს ვთქვათ, რომ ქვეყანას ისევე უჭირს, როგორც უჭირდა მიხა ხელაშვილის დროს. მისი თავგანწირვა უკვალოდ მის თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია და ჩვენც ვაგრძელებთ მის გზას. ჩვენ არ დავნებდებით, ამ ქვეყანას არ ჩავაბარებთ რუსეთს, ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ სული გვიდგას, სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი ვალია ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ვიბრძოლოთ რუსეთისგან განთავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში უკან არავინ არ დაიხევს. მადლობა ძალიან დიდი. რესპუბლიკის მოედანზე, როგორც უკვე გითხარით, იკრიბებიან აქციის მონაწილეები, ის ადამიანები, რომელთა მთავარი სათქმელი არის ის, რომ საქართველო აღარ დაბრუნდება რუსეთში, აღარ დაბრუნდება საბჭოთა კავშირში, ვინაიდან ეს ყველაფერი სწორედ თავისუფლება, დამოუკიდებლობა დიდი სისხლის ფასად მოიტანა თითოეულმა გმირმა, რომელმაც იბრძოლა საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის. უკაცრავად ბატონ რატი პირდაპირ ეთერში ვარ და რატი ამაღლობელს ვკითხავთ ახლა დღევანდელი დღის მნიშვნელობას. დღეს ეროვნული გმირის სახელობის მარში არის და ჩვენ ხედავთ, რომ პრინციპში პროცესები მეორდება, რაც იყო წარსულში წლების წინ, 100 წლის წინ. დღეს მთავარი სათქმელი რა გაქვთ თქვენ და რას ეტყოდით ხელისუფლებას, რომელიც ყოველდღიურად სულ განსხვავებულ მარშებს ხედავს? დიდი კაცი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა გამოასალმეს, სიცოცხლეს, მიხა ხელაშვილი იყო დიდი კაცი, როგორც პოეტი და როგორც მებრძოლი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. და აი ის სული თავისუფლებისა, რაც როგორც ბარში და ისე განსაკუთრებით მთაშია, სწორედ ამის წარმომადგენელი, ამის რეპრეზენტანტია მიხა ხელაშვილი და მისი ლექსები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჯერ აკრძალვის გამო, მაგრამ ამავე დროს ისე აიტაცა ხალხმა, რომ ყველას ხალხური ეგონა. ანუ ეს ნიშნავს, რომ ის ყველას გულს და გონებას ეხება. დღეს აი ეს არის 100 წელი გავიდა მისი ბარბაროსული მკვლელობის შემდეგ და ბუნებრივია, რომ ესეთი მარშიც, ესეთი შეკრებაც და მე მარშიც ეწყობა. სათქმელი ის არის, რომ ჩვენ ამ ადამიანები, რომლებიც ამდენი ხანია პროტესტში არიან, მათ ზურგს უმყარებს არა მარტო მომავალი, რომელიც ჩვენ საერთოდ აქვს, არამედ ის წარსული და ის ხალხი, ვინც გვინახავს ამ მეხსიერებას, ეროვნულ იდენტობას, მეხსიერებას, ჩვენ თავისუფლების, ასე ვთქვათ, სულისკვეთებას. და ეს არის დიდი მეხსიერება მიხა ხელაშვილი და აი აქ არიან ძალიან კარგი ხალხი, ვისაც უყვარს მიხა ხელაშვილი და ვინც ეს ჩაიფიქრა, რა ვიცი, მე ძალიან მადლობელი ვარ, ვისაც ეს თარიღი გაახსენდა და ეს ამ მარშს აწყობს დღეს. მადლობა, რატი ამაღლებელს უსმენდით პირდაპირ ეთერში, მე ოპერატორს ვთხოვ ისევ დაგვანახოს სამზადისი, თუ როგორ ემზადებიან მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც მოდიან მიხა ხელაშვილის სახელობის მარშზე და ამის შემდგომ უკვე ისინი, როგორც უკვე გითხარით, გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე, აქ არის სამზადისი, მზადდება ბანერები, მათ შორის მიხა ხელაშვილის ლექსებით და სხვადასხვა წარწერებით, აქ არის საქართველოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და ასევე ოპერატორს ვთხოვ კადრში გვანახოს ბანერი ნაზი შამანაური, საბჭოთა რეჟიმთან მებრძოლი ჟურნალისტი, რეჟიმის მსხვერპლი, რომელმაც მაშინ ღიად ისაუბრა, ღიად ამოიღო ხმა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, დუშეთის რაიონის თანამდებობის პირების წინააღმდეგ და მას შემდგომ უკვე ამ უსამართლობიდან გამომდინარე დაიწყო სწორედ შიმშილობა, ის შიმშილობდა 70 დღის განმავლობაში და დღესაც თუ გავიხსენებთ ჩვენ და პარალელს თუ გავავლებთ, სწორედ მზია ამაღლობელი ჟურნალისტი არის დაკავებული და ის უკვე 2 კვირა რაც საპატიმროში შიმშილობს. მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, ასეთი არის ვითარება ახლა რესპუბლიკის მოედანზე. აქციის მონაწილეები უკვე ემზადებიან, იკრიბებიან, იქნება სიტყვით გამოსვლები და ამის შემდგომ უკვე ისინი გაემართებიან რუსთაველის გამზირზე.